ლოცავთ ყველას დიდი სიყვარულით, გახსოვთ რომ დღევანდელი სახარების დროს, როცა მოვისმინეთ საოცარი სიტყვები, მოვედით და ისადილენით, აი ეს შეიძლება რომ ამა არ გამოიწვიოს სიხარული. მოვედით და ისადილენით, ესე იგი საოცარი სიტყვებია, რომელიცაც მაცხოვარი გვიძახის ზიარებას, მაცხოვარი გვიძახის თავის სადილზე, წმინდა სადილზე, ზიარებაზე გვიძახის. ეს საოცარი მოწოდებაა. ამიტომ ამის იგნორი არ შეიძლება. ზუსტად ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ სულ მუდამ ჩვენს სულში, ეს ზახილი, მოვედით და ისადილენით, მოვედით და ეზიარეთ, მოვედით და შეინანოთ, მოემზადეთ ზიარებისათვის და ვთქვათ, მიიღეთ წირვაში მონაწილეობა და ეზიარეთ. ეს არის სადილე ღმერთთან ერთად. საოცარი რომ ღმერთი არა მარტო მეგობრობას თავაზობს, უფალი ქრისტე თავაზობს იმას, რომ ჩვენ მისი მეგობრები ვიყოთ, მეგობრებს გიწოდებთ თქვენო, არამედ იმასაც თავაზობს, რომ მისი ერთად ვიყოთ მასთან სადილზე, მასთან ერთად ვისადილოთ, ვეზიაროთ, მისი კურთხევით ვეზიაროთ მის სისხლსა და ხორცს. აი ეს ყველაზე უფრო ახლო არის ადამიანთან ღმერთი და აქ ყველაზე უფრო შემოდის ღმერთი ადამიანში. ბევრს უნდა რომ განიკურნოს სულიერი უძლურებებისაგან. ესა დეპრესია, სულიერი სასოწარკვეთილება, ეს სხვადასხვა ძიმეწოდვა, სულიწმინდის გმობას უახლოვდება სასოწარკვეთილება, დეპრესიას პრინციპში გადადის ამაში. შეპყრობილება, სულიერი უძლურებანი, ნებები, აკუიატებული აზრები და ასე შემდეგ უამრავი უძლურება არ ჩამოთვლება კიდე ნეგატივში. ემოციონალური დარღვევები, გაუმთლიანებლობა ადამიანის, ცვალება და მისი ხასიათის უმალ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე. უმიზეზო შიშები ეს გამრავლდა ძალიან ზუსტად იმდენად სულიერად დაზიანებულია ემოციონალური მისი სამშვიდობი დაზიანებულია რომ სახლიდანაც ვეღარ გამოდის. მთელი ენერგია დასუსტებულ სამშვიდობელს აღარ იცის რითი გამოიკვებოს სამშვიდობელი და სასაცოდებელი სამშვიდობელის სხეულიდან იღებს ენერგიას სხეული კიდევ თავის მხრივ ხოდოხოდ მიწიერი საკვებიდან. სული კი ესე იზოლირებულია. ფაქტობრივად სული სამშვიდობელის სხეული ეს წყობა, ეს წყვნილი ჯაჭვი უკვე დაკარგული არის მათი ჰარმონია. და ადამიანი სახლიდანაც ვეღარ გამოდის. აქ უკვე განგაშია ასაკი, ეს ხა მითია მაგრამ ამიტომ იმ დასუსტებულ სამშვიდობელზე უამრავი მის იმუნიტეტის სუსტება და დასუსტებული სამშვიდობელის ადამიანი ვეღარ გამოდის სახლიდან, საერთოდ უკვე ცხოვრების საზრისის პრობლემა აქვს. ეს უკვე უიმედობას ურტყამს, უიმედო და სასწრაფელი ადამიანის დაცემას რა უნდა, სული შეუბერა და არამხარწურასწორობაში ბურთულასავი და ბურთზე რო დაარო. ერთ სული შეუბერა და გადავარდა. და სხეულებრივ უძლურებაში გამოდის ეს ყველაფერი მერე, ხო ირეკლება სული სამშვიდობელის სხეული. ერთია ადამიანი, მაგრამ ეს გაზავებული ერთია მთელი რიცხვის სამი ძევს იდუმალად ადამიანში, ხო? ამიტომ აი რა არის ამის კურნება, კი იცით ახლა. მოვედით და ისადილენით, მოვედით და ეზიარეთ, რასაც აი ხვალ თქვენ და როცა წირავთ ხოლმე, დისხალობი დაასრულებთ. რისთვის? საკურნებელ სულის და ხორცს. მთელი ეს ლოცვები, ზიარების ლოცვები, კი იცით, თქვენ არის ზახილი, რომ აი ამ სადილისთვის მოემზადოს ადამიანი, აი ამ სადილისთვის მოემზადოს. მომზადებული მაინც ვერ ვიქნებით ზიარებისთვის ვერასდროს ისე რომ აი მომზადებული ვარ, ამას ვერ იტყვი. უხერხულია, უბრალოდ პავლე მოციქული ამბობს მომზადებელი ვარ და უღირსი ვარ. პირველი ვარ ცოდვილებში, შენ რა გამდო? ვერც ღირსი ვერ იქნები, რომ აი ღირსი ვარ ზიარი. პირიქით ამოფრო სერობასენუს შესაძ ღვთისო შემისხალე მე ცოდვილი, ხო, მამასამ, რომ უბრალოდ შენ როგორც დაუმსახურებელი წყალობა, როგორც დაუმსახურებელი საჩუქარი არა იმიტომ რომ შენ დაიმსახურე, არამედ უფალმა მისი სახარებისეული მისტერიული ღვაწლისა და საოცარი მისტიკური განგებულებით დაუმსახურებელი წყალობა მოქცა იმისა რომ შენ ცოდვილმა მოუმზადებელმა და უღირსმა მიიღო ეს როგორც საჩუქარი ზეციდან გარდამოვლენილი მანანა რამე ზეციდან და უკეთესი გახდე ვიდრე ხარ გამთლიანდე და უფალთან სადილით და მასთან მეგობრობით ამაღლდე და განიხარო და სულიერად გაიზარდო გამთლიანდე და გონება შენი გამტკიცდეს ამტკიცებს ზიარება ადამიანის მენტალურ სხეულს ანუ მენტალურ სულს მენტალს რა მის უკდავ მეს ამტკიცებს და ზრდის გონებას უცხოთ იმიტომ რომ ეს ხატება ჩადებული ჩვენში გონება
უკვდავის სული, თავისუფალი ნება, შემოქმედების უნარი, სიყვარულის უნარი, ლოცვის უნარი, მეტყველების უნარი და ასე შემდეგ სამი წერტილი და მილიონი წერტილი ჩამოტოვოთ. შეიძლება რამდენი რამ არის ჩადებული ეს ჩვენში ამტკიცებს და ზრდის მას და სულიერ ძალას აძლევს, მენტალურ მის ძალებს აძლიერებს და არა ლატენტურ და ჩანასახვად მდგომარეობაში ტოვებს მას. არა. ამიტომ შემდეგ უკვე როცა ადამიანის სამშვიდობელი, როცა მისი სულიერი ძალები, რომელიც ემოციონალურ მხარეს ეხება იმ მხარეს, როცა ადამიანმა გაარჩიოს მასში დადებითი ემოციები და გონება მისი ემოციებს არ აყვეს და ქაოსი არ იყოს მასში და აკონტროლოს და ეს ცხოვრების საზრისი არ აიმღვრეს მასში, ბალანსირებული უნდა იყოს. გრძნობიარეა ქრისტიანი და ესეც უნდა იყოს ყველა ზიარება უფრო მეტად ზემგრძნობიარეს ხდის. ქრისტიანზე მეტად გრძნობიარე ვინ არის? კარგისადმი, კეთილისადმი, შეგრძნება უცხო რამე, რასაც ვერ გრძნობს მორწმუნე, ის მას მორწმუნე გრძნობს. ზემგრძნობიარე, მაგრამ თუ ეს გრძნობიარობა ხიბლსა და უკონტროლებელ მდგომარეობებში გადავიდა, მაშინ ეს გამძაფრებული გრძნობიარობა ადამიანს საშინელ სულიერ დისკომფორტს უქმნის. თითქოს იგივე არის, რომ ყველა ერთდროულად ყველა ტალღა, რადიო ტალღა ერთად რო ჩაგირთვებს და რომელიმე ისმინო აღარ იცი ასახო, ისე ცუდი რაღაცაა. ბევრს ემართება ეს ზემგრძნობიარობა. აი თითქოს ამას გავს, ყველა ემოცია ერთად რო ჩაგირთვებს და რომელი არის სწორი და რომელია კარგი, ამას ვეღარ ფილტრავს დასუსტებული სამშნელი ადამიანის. მერე ეს ყველაფერი ხორციელს დურებაში სულინდება, ხომ ამას ვინ გაუძლებს? დიდი რესურსი მიაქვს. ამიტომ მაგ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და სულ მუდამ მას უნდა გვესმოდეს. სულ მუდამ მოვედით და ისადილებით. მთელი ლოცვა, მთელი ზიარების ლოცვა ეს არის, რომ მოემზადე ამ სადილით ის ორგანოებიც არის ჩამოთვლილი, გონება განწმენდა, გული განწმენდა, თირკმელი განწმენდა, ასე შემდეგ. მეტაფიზიკური ორგანოებიც შეიძლება იგულისხმო, მეტაფიზიკურად განიხილო რა ყოსით ორგანოები და ასევე ფიზიოლოგიურადაც, იმიტომ რომ ადამიანი ყველაფერია ერთად, ცალ-ცალკე და ერთად. ეს მისტიკური ერთობა ადამიანში, რიცხვის სამი, ახაც შადოუფალო. ამიტომ ეს დიდი თემებია და მინდა დაგვესვათ, რომ ხვალ მშვიდობით მოვიდეთ და ვისადილოთ უფალთან. ჩვენთან იესო ქრისტესთან მეგობრებო, თქვენ ქრისტეს მეგობრებო. ეს დიდი პატივია. და ამას დიდი მოფრთხილება ცხოვრების საზრისი ჩვენი ქრისტესთან მეგობრობა უნდა იყოს, რომელიც არაერთი დღის საქმეა და ორი დღის, არა მთელი ცხოვრების საქმეა და მთელი ჩვენი გონებრივი, ემოციონალური და სულიერი თუ ფიზიკური სოფხედობისა და გაწონასწორებისა და სოფშეგრძნების საქმე დიდი საქმეა, დიდი გასაკეთებელი საქმეა, რომელიც ჩვენ გარდაქმნის, განგვახმრთობს, გვამთლიანებს, განგვაახნებს და სულიერ უდიდეს იმუნიტეტს გვაძლევს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ ამ მძიმე დროში. რაშიც ჩვენ აღარ ვიტყვი, რამდენი ხანია უკვე ვიმყოფებით, მაგრამ რაცაც ჩვენ უძლებთ და გაუძლებთ, ეს ჩვენს უნიკალურ ღვთის წყალობით გამოწვეულ იმუნიტეტზე კვლავ მეტყველებს და ესეც ჩვენს უსისხლო მოწამეობას გავდივართ რა მოსამჩას სივრცეში ჩვენ თვითონ ვართ ქადაგებლები ჩათვალეთ და უნდა ვიყოთ ქადაგებლები და აფსარებლები უფლის ჩვენი სარწმუნოების, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, რომელიც არის ღვთიმ გამოცხადებული სწავლება, რომელსაც აყავს ადამიანი მიწიდან ზესამდე, რომელშიც ჩვენ ამ სოფელში ისედაც აყვანილები და ისედაც აღებულნი ვართ ამ სოფლიდან. და თუ ჩვენ ამას ჩვენს რომ მეკითხება ვინმე მამაო გვეშველება რამე გადავრჩება, უკვე ნაშველი გა, უკვე გადარჩენილი ხარ, თანაშველად, თანაგადარჩენად იყავი ქრისტეს, თორე ყველაფერი ქრისტემ აღასრულა, შენ შეისისხორცე ეს გადარჩენა და ეს გამოხსნა, რასაც ყველას გისურვებთ. მოკლედ, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული მამისა და ზიარება სულისა წმინდისა, აი რა მქონდა რაღაცა ხო? იყავ თქვენ ყოველთა თანა ამინ.